საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაოცებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციების გამო და აცხადებს, რომ საფრანგეთის ხელისუფლებას ამ ინფორმაციის გამოქვეყნების ნებართვა არ გაუწია. წინასაარჩევნო მგზნობიარე კონტექსტში, მით უმეტეს, როცა ის საქართველოს პენიტენციალურ დაწესებულებებში წამების შემთხვევების მხილებამ კიდევ უფრო დაძაბა, ძიებაში მყოფი ნებისმიერი საქმის გამოყენება შეუძლია არჩევნების ნორმალურად ჩატარებაზე იმოქმედოს. საფრანგეთი კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ყველაფერი იღონოს იმისათვის, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს საქართველოში. საფრანგეთის ელჩი რენო სალენი თავის მხრივ საქართველოს ხელისუფლებას თხოვს ორ ქვეყანას შორის არსებულ საიდუმლო მასალებს ნუ განასაჯაროებს. რატომ ცდილობს ხელისუფლება ქართული ოცნების ლიდერების ქურდულ სამყაროსთან კავშირში მხილებას? მთავარ კითხვას გოგა ხაინდრავა უპასუხებს. რა ურთიერთობა აქვს უშიშროების ყოფილ მინისტრთან და გაიმართება თუ არა წინასაარჩევნო აქცია ქუთაისში, გუბა სანიკიძე და რა შეიცვალა საზოგადოებაში წამების ფაქტების გასაჯაროების შემდეგ? დავით მაღრაძე გადაცემაში მთავარი კითხვა. თავარ კითხვას გუბას სანიკიძე უპასუხებს, რომელიც ქუთაისიდან გვერდება. საღამოშიდობისა ბატონო გუბაზე. მოგესალმებით. ბატონო გუბას, დღეს გავრცელდა სატელეფონო ჩანაწერი თქვენსა და უშიშროების ყოფილ მინისტრ ვალერი ხაბურძანიას შორის, რომლის თანახმადაც ხაბურძანიას ერთ-ერთი დაკავებული კანონიერი ქურდის განთავისუფლებას თხოვთ. შედგა თუ არა მართლაც უშიშროების ყოფილ მინისტრთან რაიმე სატელეფონო საუბარი ახლო წარსულში? დავიწყებ იმით, რომ ეს არის სრული ფაბრიკაცია, რომელიც შედგება ორი ნაწილისგან, მცირე სიმართლისგან, ეკა და დიდი ტყუილისაგან. მცირე სიმართლე არის ის, რომ ვალერი ხაბურძანია და მე მართლაც მეგობრები ვართ ბავშვობიდან, მოგეხსენებათ ისიც ქუთაისელია და მეც ქუთაისელი ვარ. ხოლო დიდი სიცრუე არის იმაში, რომ ყველაფერი ეს რაც იქ არის საუბარი, ეგრეთ წოდებული დიალოგი ჩემს და ვალერის შორის, ეს არის სრული ფაბრიკაცია. ამდაგვარი არაფერი არ ყოფილა, უფრო მეცაც გეტყვით, ლოგიკას, თვითონ სიცრუის ლოგიკასაც მოკლებული ტექსტია. იქ არის საუბარი ვალერი მარგიანის განთავისუფლებას. ვალერის ვიცნობ მე დიდი ხანია, ეს ღირსეული კაცია, ღირსეული მოქალაქე, საქართველოს მოყვარული კაცია. ვალერი მარგიანი არის ციხიდან გამოსული 2006 წელს. ესე იგი, ვის განთავისუფლებაზეა ლაპარაკი, ამასაც თავი ვერ მოაბეს რა. როგორ ჩანს, ნაცმოძრაობას ბედი აქვს ჩაკეტილი საერთოდ. როგორ ჩანს, ეკა ნაცმოძრაობა მთელი შემადგენლობით, სრული შემადგენლობით ემსგავსება შიზოფრენიკ სააკაშვილს. იმიტომ რომ ეს არაფერი არ არის. ფაბრიკაციასაც გააჩნია, ხო? არის ასლები კეთდება, რომელიც აბსოლუტურად უტოლდება ორიგინალს, ხო? ამასაც თავი ვერ მოაბეს. ანუ ვის განთავისუფლებაზეა იქ საუბარი, თვითონაც ვერ დაალაგეს. აი პრობლემაც მათი ამაში მდგომარეობს. ახლა თავარი პრობლემა კიდევ იმაში არის, ეკა რომ აი ყველაფერი შეიძლება ადამიანმა დამაბრალოს, მაგრამ ქურდულ სამყაროსთან კავშირი მე იმიტომ კი არა რომ რაღაცა უბრალოდ არასოდეს არ გადაკვეთილა ჩემი პირადი ცხოვრება ქურდული სამყაროსთან, იმიტომ რომ მე ისეთი სპეციალობა მაქვს, ისეთ გარემოში გავიზარდე, ისეთი მიმართულება, ისეთ ცხოვრება მაქვს, რომ უბრალოდ გზაჯვარედინზეც კი არ გამოსულა იქ ქურდული სამყარო. ბილიკათაც კი არ შემოერთებია, ხო? ვარ მეცნიერი, მკვლევარი, დოქტორი, პროფესორი, წიგნების მოყვარული, პედაგოგი, სტუდენტები გამიზდია, მრავალი ასეული სტუდენტი გამიზდია. სად უნდა მომხდარიყო ჩემი და ქურთული სამყაროს გადაკვეთა ერთმანეთთან ეკა, მაგრამ ამაში არის ერთი დიდი მახე დაგებული, ოღონდ არ ამგონია ვინმე გაებას, იმიტომ რომ აღარ ბნელა ჩვენ ქვეყანაში ღვთისმადლით. ქუთაისის თემა არის ესა. ნაცმოძრაობა მიცის, რომ ქუთაისს აგებენ, როგორც სიას, ისე მაჟორიტარულ კანდიდატს აგებენ. მთავარი ანტიმესიჯი ჩვენ საწინააღმდეგოდ, ქართული ოცნების საწინააღმდეგო რა არის, რომ აი ძველ დროში დაბრუნება უნდათ, საბჭოთა კავშირის აღდგენა უნდათ, ქურდების დაბრუნება უნდათ, ხო? და მთავარი მესიჯი რა არის, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა ქურდების დაბრუნება.
ამასაც ლოგიკა სჭირდება, ხო ახლა როგორ შეიძლება ბიზნესმენ ადამიანს ქურდების დაბრუნება უნდოდეს მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილს, რომელიც მედროშე იყო იმ რეფორმების, რასაც ქვია პატრულის რეფორმა, რასაც ქვია სამართალდამცავი სისტემის რეფორმა, რომელიც საბოლოო ჯამში კრახით დამთავრდა, იმიტომ რომ სააკაშვილმა არ გააკეთა ესა, მისი პოლიტიკური ნება არ არსებობდა. როგორ შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილი ქურდების მომხრე? მე როცა შეხვედრებს ვატარებ ქუთაისში, მე მხვდება ნაცმოძრაობის შხამიანი სოკოები ჩათესილი სულ. ყველა შეხვედრაზე, ყოველთვის მეკითხებოდა ხალხი, მართლა ხო არ აპირებთ ქურდების დაბრუნებას? ამიტომ ეს თემა წამოწიეს. ქურდული თემა ძალიან აქტუალურია ეკა ქუთაისში, ხო? იმიტომ ქუთაისიდან იყო ყველაზე მეტი ქურდი, კრიმინალურ სამყაროს ეს წევრები იყვნენ ქუთაისიდან. ქუთაისი დააქცია ქურდულმა საერთოდ. ამოაგდო ქუთაისი ქურდულმა. ქუთაისის პროგრესი შეაჩერეს ქურდებმა. მე ეს ვიცოდი თავიდან ბოლომდე, ბავშვობიდან ვიცოდი ეს და ძალიან კარგად მესმოდა რომ თავარი პრობლემა ქუთაისისთვის იყო ქურდული სამყარო, ხო? მოაყოლეს რას? გუბა სანიკიძე, რომელიც იყრის კენჭს ქუთაისში და არის ქართული ოცნების წარმომადგენელი ქუთაისში, ის არის ხალხო ქურდებთან შეკრული. აი ეს ფაბრიკაცია, ეს უნიჭო ფაბრიკაცია, ხო? აქედან მოდის. რომ უნდა დაგვაბრალონ. მათი მეთოდიკა ხო აპრობირებულია, ეს მათ არ მოუფიქრებიათ, ძალიან ძველი არის ესა, რომ მეტოქეს დააბრალე და დეთავი იმართლოს, ხო? თავის მართლებას არ ვაპირებ, იმიტომ რომ ეს არის ტკნარი სიცრუე. ტკნარი სიცრუეა. ეკა მე ჩემ ცხოვრებაში ქურდები ლაივში მინახავს 1-3 ისიც ბავშვობაში. გავლა გამოვლაში. ბატონო გუბაზ, მხოლოდ თქვენ არ ხართ. არანაირი კონტაქტი არ მქონია. მხოლოდ თქვენ არ ხართ ის ერთადერთი ლიდერი, მხოლოდ თქვენ არ ხართ ის ერთადერთი ლიდერი ქართული ოცნების, ვისაც აბრალებენ ქურდულ სამყაროსთან კავშირს, აუდიო ჩანაწერი კახი კალაძის შესახებაც გავრცელდა. როგორ ფიქრობთ საერთოდ, აი დღეს უფრო აქტუალური გახდა თქვენი დაკავშირება ქართული ოცნების ლიდერებს გულისხმობ ქურდულ სამყაროსთან, ვიდრე რუსეთთან, რაც აქამდე იყო ძალიან აქტუალური თემა. რატომ მოხდა ისრის გადანაცვლება, აქცენტის გადანაცვლება ქურდულ სამყაროზე რუსეთიდან? მე არა ვარ იმ გამოცანებით დაკავებული, რომ გამოვიცნო ნაცმოძრაობის ადუღებულ ტვინში რა მოდის და რატომ გადაანაცვლეს რუსული თემა, რატო შეცვალეს ქურდულით. ახლა გვაკავშირებენ მე და კახი კალაძეს, ხო? ახლა სხვაზე ჯერ არ გამიგია, შეიძლება ხვალე გამოაცხონ რაღაცა ცხელ-ცხელი, ხო? ჩვენ ინფორმაცია გვქონდა დიდი ხანია ეკა, რომ ამათ შემოიტანეს სპეციალური აპარატურა უცხოეთიდან, იყო საუბარი 6 მილიონია გადახდილი ამაში. ამ აპარატურას შეუძლია ნებისმიერი ხმის ან ტემბრის ფაბრიკაცია, დამთხვევა. ხა თავისუფლად შეუძლიათ მე მომღერონ ლუჩიანო პავაროტის ხმაზე. თავისუფლად შესაძლებელი. ამიტომ არის რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში, უმრავლეს ევროპულ და ცივილიზებულ ქვეყანაში აუდიო ჩანაწერები აღარ მიიღება, იმიტომ რომ გარჩევა ამისი ფაქტიურად შეუძლებელი ხდება უკვე, ხო? ქურდულს აკავშირებენ რატომ? კახი კალაძეს აკავშირებ, პირველი არის სიაში, კახის ძალიან ებრძვიან ეკა საერთოდ. მე მგონი ყველა ვხედავთ ამას. დღეს მაგალითად შტაბის უფროსი დააპატიმრეს და მიუსაჯეს 60 დღე ავთო-თევზაძეს, ღირსეულ ადამიანს, სამტრედიის შტაბის უფროს, განსაკუთრებით ემტერება სააკაშვილი კახი კალაძეს. არც მე ვარ უკვე ნაკლებ დღეში, ეს ბოლო დრო ძალიან გვაწვევიან. ეს მათი სტრატეგია არის, ხო? ორი სტრატეგიის ჭიდაობა მიდის ეკა ახლა საქართველოში, ქართული ოცნების და ნაცმოძრაობის. სხვა პარტიების სტრატეგია არ გააჩნიათ საერთოდ და ამაზე არ გავჩერდები. ჩვენი სტრატეგია არის, რომ კულმინაცია უნდა იყოს არჩევნების დღე, 1 ოქტომბერი საარჩევნო ყუთთან. და ამათი სტრატეგია არის, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ეს, რომ არჩევნების ყუთამდე პირველში ამორჩეველი არ მივიდეს არჩევნო ყუთამდე. აი ამ ორი სტრატეგიის ჭიდაობა მიდის, ნერვების ომი მიდის. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია წყალივით გამოდის მათი შტაბებიდან, სხვათა შორის ძალიან ბევრი არის უკვე, მოშლილები არიან ისინი. ეს ფაბრიკაციები სისუსტის და თქვათ წაგების სურნელის მანიშნებელია, ხო? იმიტომ რომ ასეთ სისულელებს რო აკეთებენ. ინფორმაცია არის გამოსული, დირექტივა მთელ ქვეყანაში გაცემული,
რომ დაიწყონ დაჭერები ჩვენი წევრების, ანუ ძლიერი ფიგურების, ანუ შესაძლებლად მიგაჩნიათ, რომ ეს ეგრეთ წოდებული კომპრომატები გამოყენებული იქნეს ლიდერების დასაკავებლად ბატონო გუბას მომავალში? არა მგონია, ახლა როგორ უნდა დაგვაკავონ, ახლა აი იმაზე როგორ უნდა დაგვაკავონ, ახლა აი მე ჩემი ის რაც გამოაქვეყნეს თითქოს ჩემი ნალაპარაკები და ვანო მერაბიშვილის და მათი სისტემაში ნაბოდვარი. აი რაზე უნდა დამაკავონ, მითხარით? იმ კაცზე ვის გამოშვებასაც თითქოს და ვეხვეწები ვალერი ხაბურზანიას, ის კაცი არის გარეთ 2006 წლიდან. და არის ღირსეული კაცი და ციხეშიც რო იჯდა მაშინ ის ქურდული სამყაროსთვის კი არ იჯდა, საქართველოს ღირსებისთვის ჩასვეს რუსეთში ციხეში, იმიტომ რომ აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით მას მოუხდა ძალიან სერიოზული, მე ვალერი მარგიანზე ვსაუბრობ, რომელსაც კარგად ვიცნობ, აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით მოუვიდა რუსეთში კონფლიქტი რუსებთან, მოხდა იქ სერიოზული დატაკება და კაცი შემოაკვდა იქა და ამის გამო იჯდა ის ციხეში. ჩვენი ქვეყნის ღირსებისთვის იჯდა, ვისაც აბრალებენ ქურდობას. ეს არის ღირსეული კაცი, ნიჭიერი არქიტექტორი, არაჩვეულებრივი მეუღლე ყავს, არაჩვეულებრივი ოჯახი ყავს, არაჩვეულებრივი შვილი ყავს და ასე შემდეგ. ჩამოდით რა უნდა ახლა დიდი ხო არ არის, ნებისმიერ ჩამოვიდეს ნაცმოძრაობის დაინტერესებული პირი და გაიაროს იმ უბანში რა, როგორი სახელი აქვს, როგორ პატივსცემენ მის ოჯახს, ვალერი მარგიანის ოჯახს. ანუ არ ვიცი ამას რა დავარქვე, სიბრიყვის ჯომოლუნგმა არის, ევერესტი არის ესა უკვე. საერთოდ უღრანში არიან წასულები, ნაცები. საერთოდ უღრანში არიან უკვე. გადახვეული აქვს საერთოდ. და გაყოლილი არიან თავის ამხედრებულ შიზოფრენიკს, სააკაშვილს. როგორ ფიქრობთ, აი ეს აუდიო ჩანაწერები, რომლებიც გამოქვეყნდა და როგორც თქვენს თქვით, შესაძლებელია კიდევ მოვისმინოთ ახალი მსგავსი ჩანაწერები. ახდენს თუ არა რაიმე ზეგავლენა სამომრჩეველზე, მაგალითად ქუთაისის მაგალითზე რისი თქმა შეგიძლიათ? არა მგონია რაიმე მნიშვნელოვანი კონდეს, შეიძლება დღის განმავლობაში დილით ქონოდა ვინმეს რაიმე შეკითხვა, მე დღეს მთელი დღე შეხვედრები მაქვს, ქალაქში დავდივარ, დადიან ჩვენი აქტივისტები. არავის არ ჯერა, ეკა რა არის, ახლა ადამიანს რო დააბრალო რაღაცა, სანამდე ამას გამოაქვეყნებდნენ, მანამდე აქ ადგილობრივი ჭორი იყო, ეკა გავრცელებული, ამაზედაც მინდა გესაუბროთ. ქუთაისში ნაცმოძრაობა ხმას მიმცელებს, აი ვერ წარმოიდგენთ ისეთ რაღაცაზე. აი ყველაფერს ჩამოასახელებთ, ახლა 1 საათი რომ მოგცეთ, ვადა ვერაფრით ვერ გამოიცნობ. იცით რას მიმცელებენ ხმას? ნარკობარიგობაზე მიმცელებენ ხმას. წარმოიდგინეთ ახლა. გუბა სანიკიძე ნარკობარიგა. ამას შეიძლება მულტფილმი გადაიღოს საბავშვო. ხო? ამიტომ ქუთაისისთვის ეს იმუნიტეტია უკვე რა. ქუთაისელებისთვის იმუნიტეტი ახლა როგორც ვინმე ჯერა მე რომ ნარკობარიგა ვარ, ისე ჯერათ რომ მე ქურდების ისა ვარ, რა ქვია, ძმაკაცი და ახლობელი და ჩახუტებული კაცი ვარ მათთან. ამიტომ ეს არ ვიცი, ახლა ეს პარანოიაა უკვე რა, როგორც ჩანს სააკაშვილიდან ვირუსია ესა, ამ ვირუსს ქვია მიხეილ სააკაშვილი და დაავადდა მთელი ნაცმოძრაობა. რაქნან აღარ იციან, რას დაეტაკონ აღარ იციან უკვე. ფაქტია ესა, ხო? მერე გათვლილი აქვს რაზე ეკა, ხო? აი, მეგობარი ვალერი ხაბურზანიაზე მინდა ცალკე ვთქვა. ვალერი ხაბურზანია ცხადდება როგორც საქართველოს მტერი. მე რამდენადაც მახსოვს. ვალერი ხაბურზანია 2005 წლამდე იყო ვარდების რევოლუციის გმირი. ასე არ იყო, ეკა ხო არ მეშლება რამე? არა. ვალერი ხაბურზანია იყო ერთ-ერთი თანამონაწილე ვარდების რევოლუციის საქართველოში. 2005 წელი ეს როგორ ჩანს ჩვენი თვისება არის პოლიტიკური ფლუგერიზმი. ანუ საითქენაც დაუბერავს, ხო? იქეთკენ გადაიხრება, ხო? კარგი, ბატონო გუბაზ, მე 2005 წლამდე გმირი იყო ვალერი ხაბურზანია და ახლა არის ანტიგმირი. ეს როგორ არის? ვალერი ხაბურზანიასთან საუბარი თუნდაც. ბატონო? მე მინდა სხვა მნიშვნელოვან თემასაც შევეხოთ, დრო არც ისე ბევრი გვაქვს. ეს არის 29 სექტემბერი და დაგეგმილი აქციები. რამდენადაც ვიცი, თბილისის პარალელურად აქცია იგეგმება ქუთაისში. რატომ შეირჩა მაინც და მაინც ეს ქალაქი საარჩევნო დღის წინა პერიოდში, 2 დღით ადრე მასშტაბური აქციის ჩასატარებლად თბილისის პარალელურად. რატომ მაინც და მაინც ქუთაისი? რითი არის ეს ქალაქი მნიშვნელოვანი კოალიციისთვის? მე მგონი არ არის ეკა მიუხედავად ჩემი ღრმა პატივისცემისა თქვენსადმი, იცით თქვენ არაერთგზის დამიდასტურებია
არ არის ეს ლეგიტიმური შეკითხვა, რატომ მან და მაინც ქუთაისი და აბა სხვა რომელი. საქართველოს დგას ორ დიდ ქალაქზე, თბილისსა და ქუთაისზე. და დგას უკვე 1000 წლეულებია. და როგორც ჩანს, ასე გაგრძელდება და ასე უნდა იყოს. ეს ქვეყანა დგას ორ დიდებულ და სახელოვან ქალაქზე. 3500 წლოვან ქუთაისზე და 1500 წლოვან თბილისზე. და ასე იქნება კიდე ერთი ამდენი. ამიტომ ეს შეკითხვა, რატომ ქუთაისი და სხვა ქალაქი არა, ვადასტურებ ღრმა პატივისცემას. სწორედ ეს პასუხი მაინტერესებდა ბატონობას, ყველამ საყვედურობთ. მაგრამ ქუთაისი, ბატონო? სწორედ ეს პასუხი მაინტერესებდა, ყველამ საყვედურობთ. თქვენი არგუმენტი მაინტერესებდა, რომელიც მივიღეთ თქვენგან. არგუმენტი ეს არის რა, საქართველოს ქუთაისი და თბილისი არის განსაკუთრებული სტატუსის ქალაქები ჩვენს ეს არის ატახტო ქალაქებია ეგა და ამიტომ ბუნებრივიც არის და ჩემთვის დიდი პატივია სხვათა შორის თვითონ ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო ინიციატორი ამ იდეის რომ საბოლოო აკორდი ამ წინასაარჩევნო კამპანიისათვის უნდა ჩატარდეს ორ ქალაქში თბილისში და ქუთაისში ერთდროულად ორივე დაიწყება 4 საათზე ერთდროულად დაიწყება ჩვენ შევიკრიბებით ქუთაისის მთავარ მოედანზე, თეატრის მიმდებარე მოედანზე, ვეპატიჟებით ყველა ქუთათურს, რა თქმა უნდა, მასპინძელი ქუთათურები იქნებიან, თუმცა ველოდებით ასევე სტუმრებს სრულიად საქართველოსდან, იმიტომ რომ ქუთაისი არის მთავარი მასპინძელი ქალაქი ყოველთვის საქართველოში. ეს იქნება ბატონობას კოალიციის ხალხს კოალიციის საარჩევნო კამპანიის ბოლო აკორდი. რითი იქნება განსხვავებული ქუთაისის და თბილისის აქციები 29 სექტემბერს წინა აქციებისგან? განსხვავებული იქნება იმით, რომ ბოლო აკორდი იქნება წინა საარჩევნო, თორე განწყობით იქნება ისეთივე, როგორიც დაიწყო თბილისმა, ხო? 27 მაისს ეს იქნება ამაღლებული, იმედიანი, პრინციპული და ბედნიერი სახელმწიფოს საფუძვლების ჩამყრელი. აქედან იწყება, ანუ მთავრდება ბნელი ეპოქა, ნაცისტური ეპოქა, სააკაშვილის ეპოქა და იწყება საქართველოს აყვავების ხანა. ოღონდ სანამდე აყვავებისკენ გადავდგამთ ნაბიჯს, უნდა გავიაროთ ჩვენ 1 ოქტომბერი. 1 ოქტომბერს ჩამოდგება მატარებელი საქართველოში, რომელიც იმოგზაურებს ჯოჯოხეთიდან ბედნიერ საქართველოში, ჩვენ ახლა ჯოჯოხეთში ვცხოვრობ. ჩემი დიდი სურვილია, ჩემი დიდი თხოვნა არის, რა ვიცი, და ყველაც ასეთი განწყობით უნდა იყოს, ხო? რომ 1 ოქტომბერს ამ მატარებელში უნდა აღმოჩნდეს სრულიად საქართველო გამოკლებით ნაცმოძრაობის პოლიტიკური ხელმძღვანელობისა, რომელსაც როგორც ჩანს ძალიან ბევრ ამაზე მოუწევს პასუხის გაცემა ქართული მართლმსაჯულების წინაშე. და ბოლო შეკითხვა ბატონო გუბაზ, თანდათან იძაბება არჩევნების დღის მოახლოვებასთან ერთად ვითარება, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში დღეს ვნახეთ, რაც ხდებოდა მაგალითად კახეთში. 29 სექტემბერს ფიქრობთ თუ არა, რომ შესაძლებელია იყოს გარკვეული პროვოკაციები, ან ქუთაისში, ან თბილისში? ყველაფერი შესაძლებელია იმ ადამიანებს ვერ დავარქმევ პრიმატებისგან, ადამიანის მსგავსი არსებებისგან, რაც მათ ჩაიდინეს ციხეებში, ამის მერე მათ ადამიანებს ვერ დაუძახებ, ამ პრიმატებისგან ყველაფერი არის მოსალოდნელი და რახან ყველაფერია მოსალოდნელი, ჩვენც ვემზადებით ამისთვის. ეკა მე სერიოზული პრობლემები მაქვს ქუთაისში, ისევე როგორც ნებისმიერ ოცნების წარმომადგენელს. ქუთაისში მე დავიმპატიმრეს 3 აქტივისტი. აპირებენ ჩვენი ოფისის ძალიან სერიოზული ფიგურის ბაკურ ხურციძის დაპატიმრებას. ეს პრევენციული განცხადება მას აბრალებენ 4 კაცის გალახვას. არა და ბაკურს აქვს სერიოზული პრობლემები ჯანმრთელობაზე, მას დიაბეტი აწუხებს და ეს არ არის დავითის და გოლიათის შერკინება. მით უმეტეს 4 გოლიათზე არ არის ლაპარაკი. ფაქტიურად ყაზარმულ მდგომარეობაში ვართ რა. მე მინდა გავაგებიო ყველას რა. არავითარ შემთხვევაში ბაკურ ხურციძეს მე ამათ არ დაუთმობ რა. ამ ტურებს და ამ აფთრებს არ დაუთმობ. გამორიცხულია ეს ამბავი რა. და მე მინდა მთელმა საქართველოს მიცოდეს რა. ეს ორი რამისთვის კეთდება, ხო? პირველი უნდა გამომიკლონ ძალიან სერიოზული აქტივისტი, ის თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელია ქუთაისში, ძალიან სერიოზული აქტივისტის სართმევა უნდა ჩემზე და მეორე უნდა დემორალიზაცია ჩემი შტაბის. გამორიცხულია ეს ასე არ მოხდება რა. ძალიან დიდი მადლობა. და 29-ს ჩვენ ჩავატარებთ ისე როგორც არასდროს. ძალიან დიდი მადლობა.
გუბას სანიკიძე იყო ჩვენი სტუმარი ქუთაისიდან, რეკლამის დროა გადაცემაში, რეკლამის შემდეგ მთავარ კითხვას გოგა ხაინდრავა უპასუხებს. მთავარ კითხვას გოგა ხაინდრავა უპასუხებს, ბატონო გოგა საღამოშტობისა. 2 დღე გელუდებით. მინდა დავიწყოთ საუბარი დღევანდელი განცხადებებით, გულისხმობ საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებას და ასევე საქართველოს საფრანგეთის ელჩის განცხადებას. ისინი საყვედურობენ ხელისუფლებას გუშინ გამოქვეყნებული მასალების გავრცელების გამო, მაგრამ მეორე მხრივ თითქოს უარყოფა რეალურობის იქ არ არის. თქვენ როგორ ხსნით ამას? რა დგას ამ განცხადებების მიღმა? მე მინდა ძალიან დიდი მადლობა მოუხადო საფრანგეთის ხელისუფლებას ამ განცხადების გამო. ეს არის ცივილიზებული ქვეყანა, სადაც ძალიან დიდი ხნის დემოკრატიული ტრადიციებია. მათ მშვენივრად ესმით, რომ სახელმწიფოში, რომელშიც მე ვცხოვრობ, არის ტერორისტული ხელისუფლება და ეს, ასე ვთქვათ, არაერთგზის დამტკიცდა და ვთქვათ, ჩემი ფილმი, რომელმაც ძალიან დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია ნაციონალურ მოძრაობაში, ამის დასტურია და მათ ესმით, რომ მე ვარ აბსოლუტურად დაუცველი და მათი განცხადება გარკვეულ გარანტიას მაძლევს მე და ჩემ ოჯახს, რომ ის პოლიტიკური ტერორი, ის კრიმინალური ტერორი, ის კანიბალიზმი, რომელიც ხორციელდება საქართველოში, რაღაცნაირად შეაჩეროს და მე რაიმე ტიპის დაცვა მაინც მექნება, იმიტომ რომ თქვენ ყველას კარგად გესმით, რომ ამ სრულიად დეგრადილებულ და გახსნილ რეჟიმში, რომელშიც ჩვენ გვიხდება ცხოვრება, იმ ფონზე, რაც ყოველწუთიერად და ყოველსად ხდება საქართველოში, როდესაც მიდის ტერორი, დაპატიმრება, ქვების სროლა, ადამიანებზე ძალადობა, სიკვდილის პირამდე ცემა, მე როგორც ცალკე პიროვნება, რომელიც არც ერთ პოლიტიკურ გაერთიანებაში არ არის და რეალურად პოლიტიკაში მონაწილეობს არ ღებულობ, ვარ აბსოლუტურად დაუცველი. ეს არის ძალიან სერიოზული განაცხადი იმის, რომ საფრანგეთი როგორც ყოველთვის ადამიანის უფლებების და დემოკრატიის დაცვის ფლაგმანია. ბატონო გოგა, ერთი მხრივ გასაგებია ის, რომ ქართული ოცნების უშუალო ლიდერების დაკავშირებას ცდილობენ ქურდულ სამყაროსთან როგორც პოლიტიკური კომპრომატი, მაგრამ თქვენით დაიწყო ეს ყველაფერი, ოფიციალური კავშირი თქვენ ქართულ ოცნებასთან არ გაქვთ. რით იხსნით ამას? ხომ არ არის ეს დაკავშირებული თქვენს ფილმთან დემოკრატიის შუქურასთან? აუცილებლად ეს არის პირდაპირ კავშირში. მე მინდა გითხრათ, რომ მას მერე რაც მე ხელისუფლებიდან წამოვედი, არც ერთხელ არ იყო ჩემი გვარის და სახელის ხსენება მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. ბრიუსელიდან ჩემი ჩამოსვლის შემდეგ პარანოიად გადაიქცა და რეალურად არც ერთი შეხვედრა არ იყო აი ამ უკანასკნელი დღეების განმავლობაში, რომ ჩემი სახელი არ ეხსენებინა ყველა კონტექსტში, რომელიც არის შესაძლებელი და ეს ყველაფერი იმით დაგვირგვინდა, რომ ასე სრულიად შეუსაბამო, ფალსიფიცირებული, აბსოლუტურად ასე ვთქვათ, გაყალბებული, ერთმანეთთან შეკოწიწებული და საბოლოო ჯამში თვითონ ვერ გაირკვნენ, რას ასე ვთქვათ, რას მედავებიან. პროკურატურის განცხადებაში ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, იქ რაღაცა ქურდული სამყაროს გამოყენება, ფულის გადარიცხვებზეც არის, ფულის გათეთრება და რეალურად გუშინ კითხვები იყო ჩემი ქურდული სამყაროს წევრობასთან დაკავშირებით. ასე რომ, ესე იგი, ერთმა და მეორე ხელმა არ იციან, რას აკეთებენ. პროკურორი იძახის ერთს, გამოძიება კითხულობს მეორეს, მათი მაუწყებლობები ლაპარაკობენ მესამეს და ეს აბსოლუტური აჯაფსანდალი, რომელიც ამ ქვეყანაში რომლის მომსწრენი ჩვენ ვართ, სახელისუფლებო აჯანსადალი, რომელიც საბოლოო ჯამში ძალიან მალე დამთავრდება ამ ქვეყანაში, მე მგონი ამაში ეჭვი არავის არ ეპარება, მაგრამ საფუძველი ამისი არის ის, რომ ყველაზე მგრძნობიარე ადგილშევეხე ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის ეს არის ჰააგის ტრიბუნალთან მიახლოვება. იმიტომ რომ ჩემ ფილმს საფუძვლად უდევს ჟენევის 1987 წლის დეკლარაცია ტერორიზმის შესახებ. ამ დეკლარაციაში შავი თეთრზე წერია ყველა ის პუნქტი, რომელთაც ხასიათდება სახელმწიფო ტერორისტული, ანუ სახელმწიფო, რომელიც ანხორციელებს ტერორს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. ყველა ეს პუნქტი მაქვს ნაჩვენები. და რეალურად ეს არის განაჩენი სააკაშვილის ხელისუფლებისადმი და სააკაშვილის რეჟიმისთვის, არა მარტო მხატვრული, არამედ დოკუმენტური, იმიტომ რომ ყველა ის ფაქტი, რომელიც მე მაქვს ამ ფილმში, ასე ვთქვათ, მოყვანილი, ეს იქნება მათ წინააღმდეგ განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების საფუძველი, ასე ვთქვათ, მასალა
და რეალობა, რომელშიც ისინი არიან გახვეული. ამიტომ ბუნებრივია, რომ ეს ისეთი ასე ვთქვათ, მძიმე დარტყმა იყო სააკაშვილისთვის, ბრიუსელში, ევროპარლამენტის პრეს-ცენტრში იყო ნაჩვენები ეს სურათი და მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელი რამე მოხდა, დამთავრებული არ იყო, რომ ითხოვეს, რომ მეორედ ყოფილიყო ნაჩვენები. და ორჯერ ზედიზეთ, ესე იგი შესვენების გარეშე წავიდა ეს სურათი, ეს იყო გამაოგნებელი და ამას რამოდენიმე დღეში, ასე ვთქვათ, მოყვას ის აბსოლუტურად არაადამიანური, ნუ ეხლა რაღაცა გუბაზმა სწორი თქვა, რომ ისინი რაღაცა ადამიანური სახე მთლიანად აქვს და რაღაცა პრიმატებთან აქვს საქმე, იმიტომ რომ მაგის მეტი იმას არავინ არ ჩადის, პრიმატების მეტი რაც ჩვენ ვიხილეთ. ბუნებრივია ამან გააერთიანა ეს ორი მხარე. ერთი ის, რასაც ისინი ჩადიოდნენ ჩაკეტილ სისტემაში, სადაც უზრუნველყოფილიყვნენ იმით ეგონათ ყოველ შემთხვევაში, რომ იქიდან ინფორმაცია არ გავა, მაგრამ ზუსტად იგივეს ჩადიოდნენ ღიად საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, არა ვთქვათ რაიმე დანაშაულში ეჭვმიტანილი ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ციხეებში არიან, ეხლა რამდენად სამართლიანად ეს სხვა საქმე, არამედ ქუჩაში უბრალოდ მოქალაქეებს და ეს ამ ორი ასე ვთქვათ მხარის შეერთება საერთო სახე გამოაჩინა მთელი მსოფლიოსთვის, ყველას ესმის, რომ ეს არის ტერორისტული რეჟიმი, ყველას ესმის, რომ ეს არიან უბრალოდ კანიბალები და ყველას ესმის, რომ ესე გაგრძელება შეუძლებელია. ბუნებრივია, ამან ძალიან დააფრთხო სააკაშვილი და დაიწყო შეტევა ჩემი წინააღმდეგ, ეს არ არის. პირადი შურისძიება ეს მისი მხრიდან. ეს არის გუნდური შურისძიება. ეს არის კრიმინალური კლანის, ეს არის ასე ვთქვათ, სისხლის სამართლის დამნაშავეების, ეს არის სახელმწიფო დამნაშავეების შურისძიების მცდელობა კონკრეტული ცალკეული ერთი პერსონის წინააღმდეგ, იმიტომ რომ თქვენ კარგად გესმით, რომ ჩემს ზურგს უკან არც პოლიტიკური პარტია დგას, არც პოლიტიკური კოალიცია დგას, არც სასამართლო დგას, არც გამოძიება დგას, არც კანონი დგას, არც სამართალი დგას და მე რეალურად ერთ-ერთზე ვარ დარჩენილი ტერორისტულ სახელმწიფოსთან, რომელიც მთელ სახელისუფლებო სტრუქტურას ყველა მის რგოლს იყენებს იმისთვის, რომ მე გამანადგუროს. ეხლა ეს განადგურება იქნება, რა გზით იქნება განხორციელებული. მე მინდა უთხრა მიხეილ სააკაშვილს, რომ არ უწერია მის ამ ძრახვებს, ასე ვთქვათ, აღსრულება. პირიქით, ძალიან მალე მე ვიქნები ალბათ ერთ-ერთი ძირითადი მოწმე მის სასამართლო პროცესზე, სადაც იქნება განხილული და მე სათანადოდ სამართლებრივად შეფასებული მისი სახელმწიფო დანაშაულებები და რაც თავარია. ის რაც ჩვენ ვიხილეთ ამ კადრებში, ეს არის დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ, ანუ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი და ზუსტად ამ კვალიფიკაციით იქნება გასამართლებული ჰააგის ტრიბუნალში მიხეილ სააკაშვილი. ბატონო გოგა, რაც შეეხება ციხეში წამების კადრებს, იყო მცდელობა ასევე პირადად საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, რომ თქვენ რაღაცნაირად დაეკავშირებინეთ ამ კადრებთან, მან თქვა, რომ ჯერ კიდევ მაისში თქვენ წინასწარმეტყველებდით ცოცხების რევოლუციას, ასევე სოციალურ ქსელებში სახელისუფლებო პარტიის მომხრეები ცდილობდნენ თვითონ ამ კადრების ფაბრიკაციასთან თქვენს დაკავშირებას, ისინი ამბობდნენ, რომ ეს არის გოგა ხაინდრავას გადაღებული, დადგმული. ამაზე რა სიტყვით? ცოცხების რევოლუციას მართლა წინასწარმეტყველებდით, კომბლების რევოლუციაზე რომ ვაპარაკობთ? ეხლა საქმე რაშია, მიხეილ სააკაშვილის ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ მას თვითაღიარებები ახასიათებს. მე დღეს საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებს უთხარით, რომ და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებსაც უთხარი, ბრიუსელშიც განცხადება, როდესაც იყო ჩემი პრესკონფერენცია და ასე ვთქვათ გამოსვლა, იქაც ვთქვი, რომ არ არის საჭირო გამოძიების ჩატარება. საკმარისია ავიღოთ სააკაშვილის სპიჩები, რომელსაც ის გაუთავებლად ახორციელებს მთელი ამ დროის მანძილზე და იქ ყველაფერი შავით თეთრზე წერია. ორ რამეს მოვიტან მაგალითს. ერთი, სააკაშვილმა თქვა, რომ ესეთი რამეებიო ხდება 4 დღეში ერთხელო მთელ მსოფლიოშიო. ესე იგი პარასკევობით, როდესაც კარანტინის დაშლა ყოველ კვირას პარასკევობით, ორშაბათიდან პარასკევამდე დათვალეთ რამდენი დღეა, 4 დღეა და მეხუთე არის პარასკევი, ხდებოდა აი ეს წამება და მაგან ეს მშვენივრად იცოდა, იმიტომ რომ მისი შეკვეთა იყო და მე ამას თვითონ ერთად უყურებდნენ ბოკერია, რამიშვილი, ახალაიები და ეს ცნობილია, ეს ასე ვთქვათ, ისეთივე დადასტურებული ინფორმაცია, როგორც ის რაც ჩვენი თვალით ვნახეთ. მეორე, ესე იგი ახალაიას დანიშვნის დროს ზუსტად ცოცხები არის ნახსენები მის მიერ ეს
ეთერში გადიოდა ეს კადრები, ახალაიას, როდესაც ახასიათებდა როგორც დიდ რეფორმატორს, ამ კანიბალს და კაცჭამიას და ზუსტად იგივე ქონდა ქურდებთან მიმართებაში ცოცხების გამოყენება. რაც შეეხება ჩემ ინტერვიუს, რომელიც არ მახსოვს, როდის იყო მაისში, ივნისში, თებერვალში და განსხვავება ჩემსა და სააკაშვილის შორის ზუსტად ის არის, რომ სააკაშვილისთვის ცოცხი არის საგანი, რომელსაც ის თვითონ მოიხმარს და სხვას რა ვითარებაში, ასე ვთქვათ, ახმარს, რომელსაც არანაირი კავშირი მის პირდაპირ დანიშნულებასთან არ აქვს. ჩემ ინტერვიუში ნათქვამია, რომ ჩვენ ანქანდაზით და ცოცხის მეშვეობით გავიტანთ და ნებისმიერი ნორმალური ადამიანი, ვინც ასე ვთქვათ, ცივილიზებულ პირობებში არის გაზრდილი, იცის, რომ ცოცხი და აქანდაზე არის იმისთვის, რომ ნაგავი გაიტანო და არა იმისთვის, რომ უკანალში იხმარო ეს ცოცხი შენთვის ან სხვისთვის. უკაცრავად ეს ასე ვთქვათ, უბრალოდ ფაქტის კონსტატაციაა და არა რაღაცა. ამიტომ ისეთი გადაგვარებული, ისეთი დეგრადირებული, მე დორიან გრეის შევადარე, ეს დორიან გრეის პორტრეტზე ნამდვილად ესეა. ეს არის გახცნილი, დეგრადირებული, ღრმა ნარკომანი, ავანტყოფი, ფსიქიურად არანორმალური ადამიანი, რომლის მოქმედება და რომლის ლაპარაკი ასე ვთქვათ, უკონტროლოა საკუთარი თავისთვისაც კი. ამიტომ ძალიან ხშირად ის ზუსტად იმას ლაპარაკობს, რასაც აკეთებს, ოღონდ ამთავრებს და აბრალებს სხვას. ახლა როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მე ან თუნდაც თამას თამაზაშვილი, რომელიც აი იმ ჯურღმულში ყავს ჩაკეტილი, რაიმენაირად შევძლებდით ან გადაღებას, ან რაღაცას რაიმე კავშირი ქონოდა იმ უბედურებასთან, იმ სისაძაგლესთან, რომლის ავტორი არის ეს უკაცრავად ახალაიები და დღეს და ხვალ და ზეგ აღმოჩნდება ათასობით ადამიანი. და ჩვენ უკვე ვიცით ეს ფაქტები, ვხედავთ ამ ხალხს, ვინც დაადასტურებს, ვინც ჩვენებას მისცემს, ვინც ზუსტად აღწერს იმ, ასე ვთქვათ, წამების ხერხებს, რასაც იყენებდნენ მათ წინააღმდეგ ეს ჯალათები. ამიტომ სრული კატასტროფის წინაშე დგას. აქ არ არის ლაპარაკი პოლიტიკან წასვლაზე, აქ არ არის ლაპარაკი რაღაცა პოლიტიკურ მარცხზე ან კარიერულ მარცხზე, აქ არის ლაპარაკი რომ ეს ადამიანი იქნება იზოლირებული საზოგადოებისგან, იმიტომ რომ ის საფრთხის მატარებელია საზოგადოებისთვის. მე დარწმუნებული ვარ, მე ასე ვთქვათ, კინო არის ჩემი ცხოვრება, ჩემი პროფესია და ძალიან ხშირად ანალოგიებს სხვადასხვა ფილმებთან ვატარებ. აი ყველა მიცით ძალიან ცნობილი სურათი კანიბალზე, სადაც მალჩანია იაგნეათ ახლა. აი ზუსტად ხო კრატოდომილი ზუსტად ამ გალიებში მოუწევთ მათ ყოფნა, იმიტომ რომ მათი კონტაქტი ადამიანებთან არის ძალიან სახიფათო ამ ადამიანებისთვის, საზოგადოებისთვის. ბატონ გოგა, რაც შეეხება ამ მასალას, რომელიც გუშინ გავრცელდა, სინამდვილეში რა ხდებოდა და როდის ხდებოდა ეს ყველაფერი? სინამდვილეში ძალიან მარტივი ისტორია, ეხლა მე რამდენჯერმე ავხსენი ეს, იმიტომ რომ მე დღეს პრესკონფერენცია მქონდა და იქაც ძალიან დიდხანს ვილაპარაკე ამ თემაზე. 41 წელიწად სითვლის ჩემი და რეზო ლორთქიფანიძის ურთიერთობა. მამამისი ზურაბ ლორთქიფანიძე აქ დათო იქნება, ასე ვთქვათ, შემდეგი სტუმარი და ჩვენ ერთ სახლში ვცხოვრობდით 22 წელი. მეორე სართულზე ლორთქიფანიძეების ოჯახი, მეოთხე სართულზე მაღრაძეების ოჯახი, მეცხრე სართულზე ხაინდრავების ოჯახი, პირველ სართულზე ჭეიშვილების, რეზო ჭეიშვილის ოჯახი. 41 წელი მამამისი ძალიან ცნობილი ქართველი პოეტი იყო, მამამ მწერალი იყო, ბუნებრივია ოჯახური ურთიერთობები ჰქონდა ძალიან ახლოს. რეზოს სამწუხაროდ არჩევანი გააკეთა ის, რომელიც გააკეთა, რამაც გამოიწვია, რომ ძალიან ბევრი წლის განმავლობაში საპატიმრო ადგილებში იმყოფებოდა და დაახლოებით 14 წელი შეუგროვა და საბოლოო ჯამში 2004 წლის იანვარში თუ არ ვცდები ის დააპატიმრეს და 11 წლის სექტემბერში, როგორც ამათ ჩვევია, გამოიყვანეს ციხიდან, ისე რომ არ მიცეს შესაძლებლობა არც ოჯახის ნახვის ან რაღაცა, მიიყვანეს საზღვარზე და გააგდეს საზღვარგარეთ. რამოდენიმე თვეში მე ხლა ის ურთიერთობა მაგის ოჯახთან არც ერთ წუთი არ შემიწყვეტია, იმიტომ ხა დედა ცხოვრობდა ჩემი ეგ და ყოველ დღე დავდიოდი და ხა დედასთან რომ მივდიოდი, რეზოს დედასაც ვნახულობდი. ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ რეზო საფრანგეთში საფრანგეთის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წევს საავადმყოფოში და მკურნალობენ, იმიტომ რომ ამ ახალაია ჯურღმულში გაატარა 7 წელიწადი ისე, რომ ერთი დღე არ ყოფილა ჰაერზე.
იყო, ასე ვთქვათ, სარდაფში, ნესტში, უბედურებაში და რეალურად იქიდან ძალიან მძიმე დაავადებებით იმდენად მძიმე დაავადებებით გამოვიდა, რომ საფრანგეთის სახელმწიფომ, რომლის არც მოქალაქეა, რომლის ტერიტორიაზე რა გზით მოხდა და ასე ვთქვათ, როგორ აღმოჩნდა იქ ძალიან ბევრი კითხვები იყო ამასთან დაკავშირებით ფრანგული ხელისუფლების მხრიდან საავადმყოფოში დააწვინეს, რომ მიხვდნენ, რომ ეს უბრალოდ სიცოცხლე შეენარჩუნებინათ მისთვის. მე ვიყავი პარიზში დაპატიჟებული ძალიან დიდ კონფერენციაზე, რომელიც ცივილიზაციათა ურთიერთობის უნივერსიტეტმა გამართა საფრანგეთის ძალიან ცნობილმა დაწესებულებამ. იქ იყო კავკასიის ომების 20 წლის თავი. ჩემი ფილმის ჩვენება იყო, ჩემი გამოსვლა იყო, მთელი მსოფლიოდან იყვნენ, ასე ვთქვათ, ჩამოსული ადამიანები, მსჯელობა იყო ამაზე. და ეს გამოვიყენე იმისთვის, მისმა ოჯახმა იცოდა, რომ საფრანგეთში ვაპირებდი წასვლას და მითხრეს, რომ აი ამ ქალაქში საავადმყოფოში წევს რეზო და ბუნებრივია, ეხლა მე ვფიქრობ, ყველა ჩემ ადგილზე მქონდა შესაძლებლობა შაბათ-დღეს ჩავედი, მივედი საავადმყოფოში, ის იწვა პალატაში, ასე ვთქვათ. იქ იყვნენ ექიმები, ექიმები დაახლოებით 3-4 საათი გავატარეთ ერთად საავადმყოფოში და მე შაბათი დღე იყო. ეხლა ნუ რეზოსთვის ძალიან სასიხარულო იყო ჩემი ჩამოსვლა, იმიტომ რომ გეუბნები მთელი ბავშვობა გვაკავშირებს ერთმანეთთან, მით უმეტეს ყოველთვის ჩემი სურათები ეგიდა თურმე საკანში, რომ ეხლა რეჟისორი, მინისტრი და ნუ იცით ეხლა ეგეთი. მან თხოვა ექიმებს, რომ იქნება ის შაბათ-კვირაზე ღამე, ასე ვთქვათ, სახლში გასვლა იქნებოდა მაგისთვის შესაძლებელი, უთხრა რომ აი მე ჩამოვედი და ჩვენ ერთი საღამო გავატარეთ ერთად, ვივახშმეთ, ეხლა იქ უამრავი ქართველი ემიგრანტია, ზოგი ლეგალი, ზოგი არალეგალი, ვინ რას აკეთებს და ვინ რას წარმოადგენს, ეხლა მე მაგის გარკვევა არც მაინტერესებდა და არც ვიწყებდი, ეხლა რეზო რა წრეს წარმოადგენს და ვთქვათ, როგორი ცხოვრები ცხოვრობ, ჩემთვის ყოველთვის იყო ცნობილი, მიუხედავად ამისა, ჩვენ საერთო თემებს ყოველთვის პოულობდით და სალაპარაკო ძალიან ბევრი გქონდა. ეს არის და ეს, ეხლა რაც ჩვენ ნახეთ, ნუ ეს არის 7 წამი. თავის დროზე ირაკლი ბათიაშვილი დააპატიმრეს, თუ გახსოვთ, 7 წამის გამო ლაპარაკის და თითო წამში თითო წელიწადი მიცეს. იგივე არის აქ, იქ არის ნაჩვენები, როგორ შევდივარ, რეზოს ბინა ქონდა დაქირავებული, სადაც ასე ვთქვათ. და როგორ გამოვდივარ იმ ბინიდან. დანარჩენი ყველაფერი ეს არის ერთმანეთთან მიწეპებული სხვადასხვა დროს და ეს ძალიან მარტივი დასადგენია, იმიტომ რომ მე კინორეჟისორი ვარ და პირველი რაც გამომძებელს ვუთხარი, რომ მეთქი აქ დრო რო გაქვთ, აგერ ხან 18 საათი რო არის, ხან 24 საათი და ხან 23 საათი. და რაც თავარია, მე ერთ კარში შევდივარ და ეს ხალხი აბსოლუტურად სხვა კარში შედის და ეხლა ნუ ეს იმდენად სასაცილოა ეხლა რომ დღეს ისე გიმეორებ, მე დღეს ძალიან სერიოზული შეხვედრა მქონდა საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებთან. მე მივმართე საფრანგეთის საელჩოს და საფრანგეთის მთავრობას, თქვენ იცით რომ მე ვარ ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ღირსეული ჯილდოთი დაჯილდოებული და ვთხოვე რომ ჩემი უსაფრთხოება და ღირსება დაიცვან, იმიტომ რომ მე ვარ ტერორისტულ სახელმწიფოში, სადაც არანაირი შესაძლებლობა მე არ მაქვს რომ ჩემი თავი დავიცვა, ჩემი ოჯახი დავიცვა და ისე ვიმეორებ ესე იგი მყისიერი განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, იმიტომ რომ ის განცხადება გუშინ ღამე გავაგზავნე, გუშინ საღამოს გავაგზავნე საფრანგეთის საელჩოს, ასე ვთქვათ, გაუგზავნე და დილასვე იყო განცხადება, იმიტომ რომ მათ მშვენივრად ესმით რა საფრთხე მემუქრება მე ხა. სხვა საქმეა რომ მე ამ საფრთხეს მიჩვეული ვარ და არაფერ განსაკუთრებულად არ მახელებს და მინდა კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამე ვთქვა. ყველა გაყალბებული არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილი იგონებს სახელმწიფო გადატრიალებას და აუცილებლად მემაბრალებს ამას რა, იმიტომ თქვენ კარგად გახსოვს 2008 წელს ეს იყო სრული აღვირახსნილობა უკანონობის, როდესაც ყველა სახელმწიფო მედი ჩანაწერი თქვენი მე ჩემო კარგო უკვე კოლექცია მე მაქვს კოლექცია პრიზების კინოში, ასე ვთქვათ, მიღებული ჯილდოების და მაქვს კოლექცია სისხლისამართლის საქმეების სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით, ჯაშუშობის ბრალდებით და სამშობლოს ღალატის ბრალდებით. ეხლა ეს ღიმილის მონგრელია შემთვის და ჩემთვის. მაგრამ აბა ერთი ჩემ მეუღლეს კითხეთ, ჩემ შვილებს კითხეთ, როდესაც გაუთავებლად წლების მანძილზე ამ ტერორისტების მხრიდან ისე ვიძახი კანიბალების მხრიდან, რომელთათვის არაფერი წმინდა და ადამიანური არ არსებობს, მიდის პროპაგანდა
ჩემ წინააღმდეგ მიმართული და სუმუდამ სისხლისამართლის საქმეების აღძვრა გადატრიალების და უბედურებების დაკავების საფრთხეს თუ ხედავთ ბატონ გოგა გუშინ საბსნათნახევრის მანძილზე გკითხავთ მე ვფიქრობ რომ ეს საკითხი გადაწყვიტა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებამ საფრანგეთის რომელიც ცალსახად მიანიშნებს იმას რომ ისინი არ დაუშვებენ რაიმე ტიპის ტერორის განხორციელებას და უკანონობას ჩემ წინააღმდეგ და საერთოდ სახელმწიფოს ასე ვთქვათ როდესაც საკუთარ თავს პატივს სცემს და საკუთარ ღირსებას ის ადამიანის უფლებებს იცავს და თორე სხვა ვითარებაში იმას რასაც ჩვენ ვხედავთ არა მარტო ვთქვათ დაპატიმრებას არამედ ფიზიკურ განადგურებასაც ასე ვთქვათ არაერთი ფაქტი ყოფილა ამის მაგრამ მე ასე ვთქვათ შევეჩვი ამას რა გითხრათ ნუ რამდენი შეიძლება ხა წლების მანძილზე მეორდება ერთი რამდენი სააკაშვილი გაყალბებას აპირებს და ხელისუფლების უზურპირებას იმდენი აღმოჩნდება რომ გიორგი ხაინდრავა სახელმწიფო გადატრიალებებს აწყობს და რა გადამტრიალებელი ვარ ამისთან ერთი და ნუ რა გითხრათ ეხლა კრახი სახეზეა კონვულსიებით სახეზეა უბრალოდ მე მენანება და ძალიან მაღელვებს ის რომ უამრავი უდანაშაულო ადამიანი ეწირება აი ამ სიგიჟეს, აი ამ ბოროტ ასე ვთქვათ შიზოფრენიას, რისი მომსწრენი ჩვენ ვართ, მაგრამ მე მინდა დავაწყნარო ქართული საზოგადოება და ქართული ხალხი სულ რამოდენიმე დღე დარჩა და ამ რამოდენიმე დღეში ქართული საზოგადოება და ქართული ხალხი იმ განაჩენს გამოუტანს მიხეილ სააკაშვილს და მის კანიბალურ გაერთიანებას, რასაც ეს ემსახურებს. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. თავარ კითხვას გოგა ხაინდრავა პასუხობდა რამდენიმე წუთში დავით მაღრაძესთან ერთად დავბრუნდებით. თავარ კითხვას დავით მაღრაძე უპასუხებს საღამოშვიდობის აბატონდათ. საღამოშვიდობის მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ დღეს დაბრუნდით იტალიაში და თურქეთში იყავით და მინდა მაყურებელსაც უთხრა ის რომ თქვენი წიგნი ჯაკომო პონტი ჯერ ის რომ გამოიცემა თურქეთში და მეორე ის რომ შეიტანეს იტალიაში ერთ-ერთი ცნობილი სკოლის დონ ბოსკოს სახელობის უმაღლესი სკოლის სასკოლო და ასევე სახელმწიფო საგამოცდო პროგრამაში და მინდა მოგილოცოთ ეს. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. იქიდან რამდენად ადევნებდით თვალს იმას, რაც ხდებოდა საქართველოში? სულ ორი სიტყვით შევეხები ეს თემა არა მაინც აქტუალური ხა ამ წუთას არჩევნები კარზე. არა, მაინც აქტუალურია. არა, რა თქმა უნდა. მე ჩემ წიგნთან დაკავშირებით. არა, უბრალოდ ინფორმაცია ზუსტი რო იყოს თურქეთში გავაფორმე კი გამოცემელთან ხელშეკრულება თურქული ვერსია უკვე მზად არის და გამოიცემა ალბათ ერთ თვის განმავლობაში. ინგლისური თარგმანიც უკვე მზად არის და გამოცემელთანაც უკვე მოლაპარაკება შედგა ლონდონში და გამოიცემა ალბათ თვენახევრის განმავლობაში და იტალიაში უკვე გამოიცა და იქ დამხვდა ესეთი სურპრიზი დონ ბოსკოს სახელობის სასწავლებელში უმაღლესი სკოლის სასწავლებელში რომ საგამოცდო და სასწავლო პროგრამაში შეიტანეს ჯაკომო პონტი სადაც გადიან კაფკას, სოკრატეს ცხოვრებას რაღაც თემატურად დაუკავშირეს ეს ნაწარმოები და შეიტანეს ერთ სიტყვით ეს პატივი ხვდა წილად და უბრალოდ პატივი კი არა ძალიან დიდი სიხარული იყო ეს რა და შეხვედრა მქონდა სტუდენტებთან ამ სასწავლებელი სტუდენტებთან რომელთა ინტერესიც იყო ძალიან შინაარსიანი და გასაოცრად ამაღლებული ჩემთვის იმდენად რამდენადაც ეს ხალხი გულწრფელი ინტერესით არიან პოეზიის მიმართ, ლექსის მიმართ და საერთოდ იმ პროცესის მიმართ რაც ამ ნაწარმოებში ხდება, როდესაც ჯაკომო პონტის საკუთარი ხალხი ასამართლებს. და ამ ხრივ გავს, იმიტომ რომ ჩვენ ყოფას, იმიტომ რომ ეს ბოლო ერთი წლის ნაფიქრალია და განცდილია ჩემი რაც ამ წიგნშია. ქართულ სტუდენტებზე გადავიდეთ, იტალიელი სტუდენტებიდან, სწორედ ამით მინდოდა ჩვენი საუბარი დაგვეწყო. რამდენიმე დღის მანძილზე იყო ძალიან აქტიური სტუდენტური პროტესტი დღესაც, თუმცა ერთმა ნაწილმა დღეს სტუდენტების კერძოდ ლაბორატორია 1918-მა შეწყვიტა აქციები, მაშინ როდესაც მეორე ნაწილი საკოორდინაციო საბჭო ამ აქციებს აგრძელებს. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად აუცილებელია რომ ახალგაზრდობის აქციები გაგრძელდეს ყოველ შემთხვევაში არჩევნებამდე? ეს არის საპროტესტო აქცია, რაც გამოიწვია იმ კადრებმა, რომელიც იხილა ქართულმა საზოგადოებამ რამდენიმე დღის წინ. ხო, რა თქმა უნდა, მეც ვიხილე ეს კადრები. რამდენადაც შევძელი, იმდენად ვიხილე ამ მთელი გულწრფელობით გეუბნებით. თუ რაღაც იყო მომენტები, როცა უკვე ვერ გაუძელი.
ბუნებრივია ეს რეაქცია მოყვებოდა ქართველ ახალგაზრდებისგან, საქართველოს ახალგაზრდობისგან, სტუდენტობისგან. მე ყოველთვის თუ გახსოვთ, რა ვიცი, ალბათ გახსოვთ, იმიტომ რომ ყველა ეთერში სადაც ვიყავი და ახალგაზრდებზე იყო ხოლმე გამოთქმული ცოტა ესეთი საყვედურნარევი ნიჰილიზმი, რომ თქვა არა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ არის არაჩვეულებრივი ახალგაზრდობა. არ მე პირადად ძალიან მჭიდრო კონტაქტი მქონდა ამ ხალხთან. არ მახსოვს არც ერთი წიგნის წარდგენა საზოგადოების წინაშე, სადაც ეს ხალხი არ ესწრებოდა, სადაც თავის ემოციას არდებდა. არ მახსოვს ამდენი მიწვევა მქონდა სტუდენტებთან. მივდიოდი, ყოველთვის აღმინიშნავს ის, რომ არ მივდიოდი არასოდეს რექტორების და პედაგოგების მოწვევით. განა იმიტომ, რომ იმათ რაიმე ნაკოს ხედავ მათში, არამედ იმიტომ, რომ არ არის ხოლმე გულწრფელი ესეთი შეხვედრები, რა თუ თვითონ სტუდენტებისგან არ მოდის. მე ყოველთვის მაღალი აზრის ვიყავი ამ ხალხის ზნეობაზე და ამ ხალხის ინტელექტზე და როგორ გამომჟღავნდა ეს არაჩვეულებრივი ახალგაზრდობა. აი მომავლის ხალხი ვინ არის, რომელსაც იბრალებს სააკაშვილი და მერაბიშვილი, რომ წარსულში არ დააბრუნონ ეს ხალხი. მე არ ვიცი, რომელ წარსულს გულისხმობენ. ეხლა პირადად თავიანთ წარსულში დაბრუნება თუ უჭირთ, რა თქმა უნდა გაუჭირდებათ, იმიტომ რომ მათი ამბიცია არასოდეს მათ რესურს და მათ შესაძლებლობების ადეკვატური არ იყო. და ისტორიულმა შემთხვევითობამ ეს ad მოახვედრა. და არ უნდათ, რა თქმა უნდა, იმ წარსულში დაბრუნება, როცა თავისთავი არარაობად მიაჩნდათ. მომავლის ადამიანები არიან სააკაშვილი და მერაბიშვილი. ეს სტუდენტობა არის წარსულის გადმონაშთი, ხო ეს? ისი მომავლის ადამიანები არიან ზეზვას და მზიას მაგივრად რო დააყენო მუზეუმში, კაციშვილი ვერ მიხვდება, რამე ცვლილება თუ იყო იმ დარბაზში. და ეს არის მაგათ მომავლის ადამიანები, რომელ წარსულში ბრუნდებიან ილია ჭავჭავაძესთან, არ უნდათ დაბრუნება იაკობ გოგებაშვილთან, თუ სად არ უნდათ. და რა ეს რა მოხდა იცით ხალბატონო, მოხდა რომ ეს არის ნაციონალური მოძრაობის სახე. აი რაც იმ ციხეებში აჩვენეს. ეს არის მათი სახე. ეს არის სააკაშვილის სახე, ეს არის ცოცხლის პარტია, ნაციონალური მოძრაობა. აი ეს არის მათი ნამდვილი სახე, ჭეშმარიტი სახე, რაც ბოდიალობენ დემოკრატიაზე, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. აი მათი ნამდვილი სახე. და ეს რომ მათი ნამდვილი სახეა, ყოველდღე დასტურდება. ის ხალხი დღეს რო კიდე ხუთიანების მაიკი დარბიან და თავის ჭკუით კიდე სხვას რო უწყობენ სირცხვილის დერეფნებს. სირცხვილის დერეფანი რა არის? იცით, ხო იცით, ჩემზე უკეთიცით. როცა უნდა ღირსეული ხალხი დადგეს და ის ადამიანი უნდა გავიდეს იქ, ვისაც უნდა სწვენოდეს. ეს სირცხვილის დერეფნები კი არ შეუძლიათ ნაციონალურ მოძრაობამ რომ მოაწყოს. ეს არის სამარცხვინო დერეფნები, იმიტომ რომ ეს არის სამარცხვინოობა. იმ ყველაფრის მერე კიდე რო ხუთიანის მაიკა გაცვია და კიდე ვიღაც თავშენი ტომის ერთ-ერთი ბელადი რაღაცნაირი რო გეუბნეო რომ თავი მაღლა აწია და სოცხი მაგრა დაიჭირენ. აი ეს არის ის სისტემური მარცხი პენიტენციალური სისტემის კი არა. ეს არის მათი იდეოლოგიის კრახი. ცოცხის პარტია სრულდება ცოცხით, რომელიც დაიწყო ვარდით. ეხლა დამთავრდება ცოცხით. უკვე დამთავრდა, მაგრამ თვითონ აგონიაში არიან იმდენად, აი წარსულში დაბრუნება არ უნდათ, იმ არარაობაში არ უნდათ დაბრუნება, რასაც სინამდვილეში წარმოადგენენ და სურთ რომ გამოვსწორდებით ჩვენ და აი ტუღუში, თვითონ ტუღუში არაფერზე არ აგებს პასუხს. სახალხო დამცველი იყო ამდენი წლის მანძილზე, როცა ეს ყველაფერი ხდებოდა. და დაასაწყო დაწინაურდა მგონი რა პენიტენციალურ მინისტრი. ხოჭა აფერონ ბარაკალა ტუღუს. მე ვამბობ, ეხლა ეს რას გავს იცით? მაგრამ ბატონ დავით უბრალოდ ჩაგეკითხებით ტუღუსთან მიმართებაში. აი ამ საკადრო ცვლილებებს, რომელიც განახორციელა ხელისუფლებამ მას შემდეგ, რაც ეს კადრები იხილა საზოგადოებამ, დასავლეთი ოფიციალურად ყოველ შემთხვევაში აფასებს, როგორც ძალიან ადეკვატურ ნაბიჯს, ორი მინისტრის ცვლილებას, ასევე დაკავებას 11 ადამიანის, ვინც უშუალოდ იღებდა პატიმრების წამებაში მონაწილეობას. ეთანხმებით ამ შემთხვევაში ეს მართლაც იყო ადეკვატური და საკმარისი რეაქცია? არა, არავითარ შემთხვევაში არ ვეთანხმები და არც იმას ვეთანხმები, მაპატიეთ ხალხთან რომ ვერ დაგეთანხმოთ იმაში, რომ დასავლეთი ამას აღიქვამს ადეკვატურად. ყოველ შემთხვევაში ოფიციალური განცხადებები ასეთი. ოფიციალური განცხადებები არის ასეთიც, ისეთიც, მაგრამ მთელი დასავლეთი ამათ ადეკვატურ ხალხად აღიქვამდეს, არ ამგონი აგერ ბრძანდებოდა ნიუ-იორკში კაცშულს ვერ შეხვდა და უკან წამოვიდა. ნუ ეს არ უნდათ უკვე მასთან შეხვედრა, იმიტომ რომ მათი მიჯნე მოქმედებს უკვე ცუდად მასთან მას ხვდება. ეს დამთავრებული საქმეა, მაგრამ მე რას გეუბნებით, ისეთ ამ რეფორმა უნდა გაგრძელოს, ეს მოვიქეცით როგორც ახალი დემოკრატიული ქვეყანა.
ეს რას მაგუნებს, იცით რომ აი ნიუნბერგის პროცესზე მაშინ იტყოდა კალტენბრუნერიც, გერინგიც, რიბენტროპიც რომ ტუღუში მაშინ რომ დაბადებული ყოფილიყო ალბათ წაიყვანდნენ და გამოსწორდებოდნენ არა ეს ხალხი და გადაარჩენდა ტუღუში გერინგსაც ალბათ იმიტომ რომ ფრინავი იყო ამასავით გრუბელ ფრინავდა ისიც და რა საქმე ქონდა ხა ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკთან ტუღუში არ იყო მაშინ ხო თუ რას ნიშნავს ტუღუში ვის რა დაულაგებია რა უნდა დაალაგოს რა რეფორმებზე ლაპარაკობენ ნამდვილი სახე წარმოჩნდა მათი ეს არის მათი ნაცმოძრაობის ცოცხლის პარტიის სრული კრახი რომელიც შედგა საქართველოში და დაუსვა წერტილი თავის თავს თავისი უზნეო გარყვნილი აღღრახსნილი საქციელით 1 ოქტომბერს ამას გაფორმება ჭირდება თუ ეს დამთავრებული ეს კონვულსიები და ქალის ისტერიის მსგავსი რაღაცა გონდაკარგული გულის წასვლებით და ცივილკივილით რას მოატრიალებ რის ამოგიტრიალებიან მაგრამ ბატონო დავით გასაგებია ხელისუფლების პასუხისგებლობა რა სიტყვით საზოგადოებაზე იმიტომ რომ ეს სახე პრინციპში ჩვენმა საზოგადოებამ დაინახა 26 მაისსაც როდესაც იყვნენ სახურავებზე დაგდებული გარდაცვლილი ადამიანები ყველამ ჩვენ თვალით ვნახეთ რაც ხდებოდა მაშინ საზოგადოებას ასეთი მძაფრი რეაქცია არ ჰქონდა ანუ არის თუ არა ჩვენზეც ის პასუხისმგებლობა რომ წლების მანძილზე ციხეებში ასეთი რამ ხდებოდა რა თქმა უნდა არის ყველა ჩვენგანზე არის ეს პასუხისმგებლობა ჩემი დავიწყებ სხვაზე რო არაფერი თქვა როგორ არ არის მაგრამ რა არის იცით პასუხისმგებლობა რომ ვიგრძენი იმიტომ არის რომ მე 20 წელია ამიტომ არ მომწონს რომ ტრაბახში და რაღაც კეკლუცობაში ნუ ჩამომართებთ რა ძალიან ბევრი კარია ქვეყნისა ჩემთვის გახსნილი დღეს ევროპაში და ნიუ-იორკშიც თუ ციგნებიც გამოდის და ყველგან მიწვევენ და თითქმის ყოველ კვირა მაქვს მოწვევა სხვადასხვა ქვეყანაში და 20 წელია რუსთაველზე ვდგევარ აი ეს ვდგევარ რომ ვგრძნობ პასუხისმგებლობას და ეს ხალხი მეუბნება რომ ჩვენ პასუხისმგებლობას ვგრძნობ თუ ვგრძნობ წადი გადადეკ მოშორდი იქიდან რა კიდე მანდრჩები თუ პასუხისმგებლობას ვგრძნობ შენთვის იცით რატომ ამბობ რომ ჩემზე მეტი კარია გახსნილი იმ ხალხისთვის რობერტ სტურვასთვის იქნება თუ სხვისთვის და დგანან ქუჩაში ზნეობისთვის საქართველოსთვის მომავლისთვის აი სტუდენტების სახეზე ღიმილი რო გაჩნდეს და ეს ადამიანური სწავლის წყურვილი და ეს ყველაფერი აღიბეჭდეს ამიტომ ვდგევართ ხო ქუჩაში და ამათ ქუჩაში კი არა თავის კაბინეტზე დააწებო წაუსვეს კამს და დაეწებნენ ეს პუტინ მედვედევი ეს მერაბიშვილი სააკაშვილი ეხლა გაცვლიან და თავის ჭკუით ხო და შეერთებულ შტატებს პუტინი არ მოსწონს რუსეთში და მოეწონება მიხეილ პუტინი საქართველოში ესე ფიქრობენ ხო ეს არ მოხდება ვერ გაცვლიან რა შეიძლება იქ გაცვალონ ადგილები ზეზვასთან მზიასთან, მაგრამ ამ პრეზიდენტ პრემიერ-მინისტრობაში ძალიან უტოპიური არის მათი განზრახვა და ამას ძალიან უკვე ხედავენ, იმიტომ რომ ესეთ განცილულ რაღაც სასწრაფოებში, საიდანაც ხავიან უკვე თუ რაღაც ერთი ვაშლებს დაათრევს, მეორე სისხლიანი არლეკინი რაღაცას გახკივის გამუდმებით და აი ამ აგონიაში, ამ კონვულსიებში, ამ კრუნჩხვებში არიან, კრუნჩხვებში ქართულად, კრუნჩხვებში არიან, რომ შეაგულიანონ უკვე ხელს შემოცლილი თავიანთი მომხრეები, რომელსაც მაგრაცხვენიათ უკვე მათი მომხრეობა და გამოდიან და იძახიან რომ შევცდით გვაპარა რაღაცა და შეგვეშალა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მან ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამე მოხდა რა. მიაქცია ხალხმა ყურადღება, მაგრამ მე მინდა კიდე გავამახვილო ამ თემაზე ყურადღება. ეს არ იყო, რატო ამახვილებ ხალხს ამაზე ყურადღება. ეს არ იყო ის რომ მე ვთქვა შეიძლება მეც დამავიწყდეს თქვენს და გავიწყდეთ რაიმე ციტატი ან შეცდომით ვთქვა ეს ნორმალურია და ყველას შეიძლება მოვიდეს მათ შორის მეც ლექსით შეიძლება დამავიწყდეს და პირადად საკუთარი ლექსით დამოვიწყები არა თუ ვთქვა რაღაცა კლასიკური ნაწარმოები მაგრამ სხვა რამე მოხდა იმ რაბათის ციხის გახსნაზე როდესაც ვეფხისტყაოსნის ციტატებს ვთხოვდა ეს რა მოხდა იცით აი ეს იმდენად თვალსაჩინო იყო ეს ადამიანები რომლებიც საქართველოზე ლაპარაკობენ საქართველოს რა არის ბოლოს ქვეყანა თავის სულიერების ისტორია რა აღმოჩნდა რომ აი ამ სულიერების ნიშანსვეთთან არაფერი არ აკავშირებს უსრულიად უცხო სამყაროა მისთვის რაღაცა იეროგლიფია მისთვის რომელსაც ვერ გაუგო თავი და ბოლო და როგორ რამე მოხდა ეს არ მნიშვნელოვანი იყო როგორ არ მეიკარა ვეფხისტყაოსანმა ეს ხო ზოგი რომ ამას უშუალოს და შეეთამაშა ვეფხისტყაოსანს ისე საყვარლად როგორც ჩვევია ხოლმე და რაღაც სიტყვებიც უწოდა შემაგარო
რაღაცა და ყველას ვითომ თევზი წყალშია რა, მისთვის იეროგლიფურ სამყაროში. რა მოხდა? იცით რა მოხდა? ბიძინა ივანიშვილს არ ვიცი იუსტიციის სახლმა თუ რომელმა რაფაელოს ყუთმა ჩამოართვა ეს პასპორტი. თუ რეესტრმა თუ რა ვიცი. ხო, პასპორტი. დიახ. უცბად წინა საარჩევნოდ დიდმა რუსთაველმა სააკაშვილს ჩამოართვა პრეზიდენტობაც, მოქალაქეობაც და ნაციონალობაც ჩამოართვა. აღმოჩნდა რომ იმას არაფერი არ აკავშირებს საქართველოს სულიერ თავგადასავალთან. აბსოლუტურად. და ესე წაართვა წინა საარჩევნოდ დატოვა ესე გაშლეგებული, გაუბედურებული ადამიანი. ოღონდ ეს მისი პირადი ტრაგედია ეხა, მისი სულიერი მდგომარეობა, ხო? მაგრამ უბედურება ის არის, რომ საზოგადოებაზეც გადმოდის. პატარა ბავშვებს გიტლერი უგენტი დაიყენა უკვე რომ სტუდენტებმა რომ თქვეს რომ ეს სისხლიანი არლეკინი თუ ეს ჯალათი უნდა მოცილდეს არა? ამას ჩემ გამავალ. მაგრამ სტუდენტებმა ხო არ იკმარეს ეს მაგის რაღაცა სულელური გამოძრომის მცდელობები რა ის ტუღუშის ხარჯზე. აღარ დარჩა ხალხი და ბავშვები გამოიყვანა. ბავშვებს აუბედურებს. ეს ტრაგედიაა. 10 წლის ბავშვმა რა იცის ვისი სახელი უნდა იყვიროს. და ყვირის მიშას. მეტი აღარ დარჩა ადამიანი მხცოვანი არ ემხრობა, შუახნის არ ემხრობა, სტუდენტი არ ემხრობა და საბავშვო ბაღებში შევარდან. არჩევნებებად დავით რამდენიმე დღეში ფიქრობთ რომ მშვიდობიანად ჩაივლის პროცესი საზოგადოებაში არის ძალიან დიდი გამწვავება ვითარების მე ზეзват ყველათ არ ვახსენე ქალბატონებია ჩვენ მივდივართ არჩევნებზე ეს კაცი გვესურს ქვებს ეს ქვისხანაში უნდა რომ გადაიყვანოს საქართველოს იმიტომ რომ თვითონ არის ქვისხანი ეს არის თანამედროვე ზეზვა ისეთ კონფლიქტია კალენდართან რომ გეუნებით ეგ და მერაბიშვილი აი საგამოფენო დარბაზში რომ დააყენონ რა მზიას და ზეзвას მაგეროს აი კაცი ვერ გაიგებს რომ რა ცვლილება მოხდა ამ გალერეაში ამ საგამოფენო დარბაზში ივლისს ნახავენ ბილეთსაც იყიდიან მუზეუმსაც შემოსავალს შეუვა არჩევნები მივდივართ არჩევნებზე როგორც არ უნდა ქვები ისროლოს ну რა ვიცი ხა არჩევნები ისეთი მოწადინებაა მთელი მოსახლეობა საქართველოს მიდის არჩევნებზე და ამტკიცებს თავის ღირსებას მთელი ამ წლების მანძილზე რას არ გაუძლო ამ ხალხმა მომწამლავ გაზებს ამ ხელკეტებს მკვლელობებს ნაბუჩათაგდებას ცოცხებს ეს ცოცხის პარტიის ხალხი ესა ცოცხებს აი ამ უბედურებას ამ წამებებს პატარა ბიჭებმა გაუძლეს ვის რაღა გაუკვირდა უბრალოდ შემზარავ იყო სანახავად ის კადრები 26 მაისის კადრები იმ ბიჭს პატარა ახალგაზრდა ბიჭს რომ დაძდევენ ეს ჟვერები რომლის ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდა დღემდე თვითონ არიან როგორ ვინ არის სააკაშვილი მერაბიშვილი ბავშვზე ვამბობ ბავშვი რატო ვერ მოხერხდა რა ვიცი ის არის საქართველოს ბავშვი ამათხელში მაგრამ სულ ამ ბავშვის მდგომარეობაში არ უყვარს საქართველოს ყოფნა და ახლა იპოვა თავის თავში ისევ ძალა ისევ მხნეობა აღიმართა ეს საქართველო მიდის არჩევნებზე რომ ჩააბაროს სამარცხვინო ისტორიას ეს სისხლიანი არლეკინი თავისი ჯალათებით ძალიან დიდი მადლობა დიდი მადლობა თქვენ თავარ კითხვას დათო მაღრაძე პასუხობდა მე ხვალამდე გემშვიდობები და მშვიდობიან ღამეს გისურვებთ